მოვყვებით თავდამსხმელზე, რომელიც ფაქტობრივად უდარს არ ურტყავდა და ბურთს ეფერებოდა კატასავით, რბილი სათამაშო მანერა, მაგარი გოლები, ავიცი, უნდა გეყურებინა და სიამოვნება მიგეღო რა. ეს გახლდათ რომარიო დე სოუზა ფარიასი. რატომ არ იყო რომარიო თბილისში 1985 წელს 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც დამთავრდა ბრაზილიის ტრიუმფით. ის ჩემპიონატი ჯერ ისე ვთქვათ, რომ ჩატარდა საბჭოთა კავშირში და ყველაზე ძლიერი ჯგუფის თამაშები თბილისში იყო. ბრაზილია, ესპანეთი, ირლანდია და საუდის არაბეთი იყვნენ ჯგუფში და საბოლოოდ ბრაზილია, ესპანეთი გავიდნენ ფინალში. მოსკოვში ჩატარდა უკვე ის მატჩი და ბრაზილია მოიგო რა. უბრალოდ მოხდა ასეთი შემთხვევა თბილისში ჩამოსვლამდე ის გუნდიდან გარიცხეს. თურმე სამ ფეხბურთელს, რომარიოს, მიულერს და დენილსონს, სხვა დენილსონია, არაგერიოთ, გოგონები აუყვანიათ სასტუმროში რა. ხო და როგორც იქნება დაადგნენ თავზე, ნაკრების მენეჯერმა უთხრა გუნდის მწვრთნელს ჟელსონ ნუნიეს და ნუნიესიც იძულებული გახდა ასე ვთქვათ გაეშვა გუნდიდან რა. მხოლოდ მიულერი დატოვეს, დენილსონი და რომარიო კი გაუშვეს რა. ეს როგორ მოხდა შემდეგ რომარიო მახსნა, ფული მე მქონდა გადახდილიო და ასე დატოვეს ნაკრებს მიღმა. რომარიო ზოგადად ასეთი ქალების მოყვარული, განსაკუთრებული ისი ჰქონდა, მისი სიტყვები არის წინა დღეს თუ ქალებში არ წავედი, მე მეორე დღეს გოლს ვერ გავიტანო რა. დასანანი კარიერა ჰქონდა იმ ხრივ, რომ 5 სოფლიო ჩემპიონატზე უნდა ეთამაშა ფაქტობრივად და მხოლოდ ერთში ითამაშა რა. ერთ ნახევარში, მოდი ასე ვთქვათ, 94-ში ითამაშა მართლაც და მსოფლიო ჩემპიონი გახადა ბრაზილია, გახადა როგორ ნაკრების ლიდერი იყო და 90-ში წაყვანილი იყო სებასტიანო ლაზარონი მწვრთნელმა ის წაიყვანა, მაგრამ არ ათამაშა თუ ვერ ათამაშა რა იყო, მას ტრამო ახალი მორჩენილი ჰქონდა. უკვე იყო ძალიან მაგარი ფეხბურთელი, PSV-ში გოლებს ყრიდა სასწაულად და კოპა ამერიკა 1989-ში მან და ბებეტომ ფაქტობრივად მარტო მოიგეს, ფინალში არგენტინას 2-0 მოუგეს და იქ რომარიო ფეხებს შუა უძრეს ბურთს მარადონას, არის ეგ ვიდეოც. ყველაზე მწარე რაც მოხდა, ეს იყო 1998 წლის მსოფლიოს წინ. რომარიო მაშინ ფლამენგოში იყო და ტრამვა მიიღო აპრილში, ისევ ბედად, როგორც 90-ში და შემდეგ მოიწვია პრესკონფერენცია, სადაც თქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად ვიქნები მაქსიმუმ ჯგუფის თამაშები გამოვტოვო რა და შემდეგ მერვედფინალიდან მეოთხედფინალიდან უკვე ფორმაში ვიქნებიო. ეს მარიო ზაგალომ არ მიიღო, 3 დღის მერე მან საგალომ გამოაცხადა სია და რომარიო სიაში არ იყო. რომარიომ კიდევ ერთხელ მოიწვია პრესკონფერენცია და იტირა იქ, რომ რომარიო რომ მართალი იყო, ეს გამოჩნდა ჩემპიონატის სულელობის დროს. გარდა იმისა, რომ ბრაზილიას მაგრად დააკლდა, მართალი იყო იმ ხრივ, რომ იმ დროს როცა ბრაზილიამ დანიას მოუგო მეოთხედფინალში, რომარიომ ფლამენგო ფლუმინენსეს თამაში ამხანაგურში გოლი გაიტანა და იმ გოლით 1-0 მოიგეს. ამით მესიჯი გაუგზავნა, რომ ჩემში შეცდითო რა. და მანამდეც ერთი თამაში უკვე ჩატარებული ჰქონდა. ანუ რეალურად რომარიო ჯგუფის მერე უკვე მზად იქნებოდა რა. მაგრამ რა ვიცი ხა თამაშობდა ბებეტო უკვე პიკ გადასული 34 წლის და ბებეტო ბევრ ვერაფერს ვერ მატებდა ნაკრებს და რონალდოც ამბავიც იცით რა. ფინალამდე კი ითამაშა, მაგრამ ფინალში დიდი ვერაფერი და 1997 წელს მსოფლიო ჩემპიონატის წინ რომარიო რონალდოს დუეტი აზანზარებდა მსოფლიოს. მათ საოცრად ჩაატარეს კონფედერაციის თასი, იქ ბრაზილია იტალიის დაუვიწყარი მატჩი და რომარიო თვალებით რო ატყუებს იტალიელების დაცვას, რო ძრება იქით მალდინი, კანავარო, ნესტა შორის და ვითო მიკა არავინ არ არიან. პალიოკას რო თვალებით ატყუებს და ცარიელკაში გააქვს გოლი, შემდეგ ინგლისს გაუტანა გადამწყვეტი, შემდეგ რა ვიცი, აი მაგარი თამაშები ჩაატარა ბრაზილიამ 97-ში მოიგო კოპა ამერიკაც და პლუს კონფედერაციის თასიც რა. რა მოხდა რეალურად 98-ში ვინ დატოვა ისინი გარეთ? როგორც რომარიო ამბობდა, ეს იყო დირექტორ ზიკოს და მარიო ზაგალოს ერთობრივი გადაწყვეტილება რა. რატომ რა შეაწყობდათ ეს უკვე, რა ვიცი ხა რომარიო რთული პიროვნება იყო ზოგადად. ბევრს შესაძლოა ამის პირდაპირობის გამო არ უყვარდა
მაგრამ ის პირდაპირ იძახოდა რა სათქმელს რა და ზიკოს მოგვიანებით შეურიგდა მათ, მაგრამ ძალიან ცივად რა ხელი ჩამოართვა ცივად და რაღაცნაირად ცივად მიიღო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ასეთ რამეს რო გაგიკეთებს კაცი, ვერ იქნები მისი კმაყოფილი. კიდე ერთი გამომრჩა 98 მაგ პრესკონფერენცია რომ მოიწვია და საბოლოოდ გადაწყდა რომ რომარიო მსოფლიოზე ვერ ითამაშებდა, ადგა რომარიო და ტუალეტში გამოაკრა ზიკოსა და ზაგალოს ფოტოები. მიყვარს რა ეს ტიპები, რომლებიც აი პირდაპირ ამბობენ სათქმელს და რაც სიბინძურეა, იმას გულში არ ინახავენ. რომარიო კი ზუსტად ასეთი იყო და როგორ შეიძლება ეხა პიროვნებაზე თქვა ცუდი, აი ამ პიროვნებაზე, რომელმაც ბრაზილიისთვის თავი გადადო მართლა, ის წარმოუდგენელ ამბებს აკეთებდა 93-ში, როდესაც ტრამვიანმა ითამაშა ბრაზილია-ურუგვაის შეხვედრაში, ეს იყო შესარჩევის ბოლო ტური. ბრაზილია ფრის შემთხვევაშიც გადიოდა ურუგვაისთან, მაგრამ რომარიო წინა თამაშებში არ იყო კარლოს ალბერტო პარეირასთან კონფლიქტის გამო და კონფლიქტს დაემთხვა ტრავმაც და ურუგვაისთან თამაშის წინ აი ესე ტირილ ცრემლებით მოითხოვა მათამაშეთო რა, ითამაშა და 2 გოლი გაიტანა, 2-0 მოიგეს და ის იყო რომარიოს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი რა. ვისაც ის მომენტები აქვს ნანახი, შეუძლია ჩართოს ბრაზილია-ურუგვაი 93-ში. პლუს როგორ შეიძლება ცუდი იყოს ტიპი, რომელიც ქველმოქმედია 57 ოჯახს ეხმარება და რა ვიცი ხა ვისთვის როგორ, მაგრამ ადამიანში ალბათ უპირველესად ფასდება სხვას როგორ ეხმარება, რამდენად გულისხმიერია, რამდენად რა ვიცი ხელი გაჭირვებულს რო ხელს უწვდის და რომარიო ამაში ძალიან ძლიერი იყო, ის არ იყო პოპულისტი ტიპი. რომარიოს არაერთი ფინტი ჰქონდა არსენალში, მაგრამ აი ერთი იყო განსაკუთრებული, მისი საფირმო ფინტი იყო ხოლმე. მასზე კარგად ამას ვერავინ ვერ აკეთებდა. ზურგით მდგომი რომ იღებდა ბურთს, შემოიტრიალებდა, ასე თითქოს მიიწებაო და სანამ ცველი გონზე მოვიდო და ნუ ჭვინტით უშვებდა კარისკენ რა. ასე გაუტანა მადრიდის რეალს 2-ჯერ, სხვა იმ 5-0 მოგებულ მატჩშიც და შემდეგ სტუმრათაც ერთხელ. აი უბრალოდ 94 წლის ჩემპიონატზე ბევრს არ შევჩერდები, მხოლოდ ერთ ვიტყვი, ნუ რომარიო და ბებეტო იქ ტვიქსივით იყვნენ ძალიან მაგრად შეწყობილები და ერთს განსაკუთრებით გავამახვილებ ერთ გოლზე რა ყურადღებას შვედეთთან იყო ეს დილის გამთენიისას იყო ეს თამაში თბილისის დროით მახსოვს და იმხელა ვიყვირე, რა ვიცი, შეიძლება გავაღვიძე კიდეც მეზობლები, თუმცა მე მგონი ყველანი უყურებდნენ ამ თამაშს. ვერ გააქვს რა ბრაზილიას 0-0 მთავრდება და შვედეთს აშკარად მიყავს თამაში პენალტებისკენ და იქ რა ვიცი კაცშვილმა არის რა მოხდებოდა და ამ დროს ჟორჟინიო აწუდის და მინდორზე ვინც ყველაზე დაბალი ფეხბურთელი იყო სწორედ მან გაიტანა თავით გოლი. ამხელა 2 მეტრიან შვედებს ზემოთ აუხტა და გოლი შეაგდო. რა, აი წარმოიდგინეთ რა სიდიდის ფეხბურთელი იყო, თქვენ თავად განსაჯეთ.